თემა, რომელიც მე შევარჩიე, იმდენად გაცვეთილად შეიძლება მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ არ არსებობს ფაქტობრივად არც ერთი ავტორიტეტული გამომცემლობა, სამეცნიერო საზოგადოება, მეცნიერი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, რომელიც არ შეხებია დამწერლობის საკითხებს, განსაკუთრებით ქართული დამწერლობის საკითხებს და რატომ გადავწყვეტი ახლა ამ საკითხის აღება, კიდევ ვიმეორებ, ურთულესი საკითხი იქნება თქვენ დამერწმუნებით ბოლოს. თქვენ ხელა რო ვიყავი მე, რასაც მე მასწავლიდნენ, სამწუხაროდ იგივეს გასწავლით თქვენ. და ამ 50 წლის მანძილზე ან ცოტა მეტი თუ ნაკლები, საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. მაგრამ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ისტორიაც მოგეხსენებათ ასეთია, ცვლილებებისაკენ მიდრეკილება და მზაობა ნაკლებად გვაქვს. ვირჩევნია სტანდარტულად, ძველებურად, მტრისგან მოგონილი თავსმოხვეული ანდაზა რო გვაქვს. შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ხინსო, ამას ნორმალური არ იტყოდა, ფიქრობთ, ხო? ეს მტერმა მოგვახვია თავზე და ასე ბევრ რამე თავსმოხვეულს ნახავთ. ფაქტობრივად გადაჭარბებულად რომ არ მიიღოთ ჩემი ნათქვამი, ბევრი სტანდარტული მითის დანგრევა მოგვიწევს დღეს. და მიზეზებსაც გეტყვით, რატომ ოღონდ ძალიან რთული რომ არ იყოს, მე ახლა ამას ცოტა გზადაგზას შევამოკლებ და შევამცირებ ხოლმე, მაგრამ მთელი ეს მოხსენება თუ პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, სკოლაში იქნება, დარჩება, ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ გადაიწეროთ, გქონდეთ და თუ კრიტიკული აზრები და მოსაზრებები გაგიჩნდება და ალბათ გაგიჩნდებათ, შემდეგ 4 შაბათს შეგიძლიათ მომაკითხოთ და გადმომცეთ. ან წერილობით, ან სეპირად 4 შაბათობით ვარ მე აქ და ამ დროს ნებისმიერ 4 შაბათს შეგიძლიათ ვნახოთ და აი ის მაგალითად ესე თქვენ რომ გითხარით რომ 100-ია, რაღაც მე ვნახე რომ 100 არ არის. ოღონდ დასაბუთებული რომ იყოს ეს ყველაფერი. ახლა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, მე ნასწავლი მაქვს რომ მოხდას 327 წელს. ასე მასწავლეს. და ასე ვასწავლიდი გარკვეული წლების განმავლობაში მეც. მაშინ რატომ შეიცვალა ეს ყველაფერი და რატომ ვამბობთ ახლა და გიწერიეთ, აბა თუ გახსოვთ ვინმეს როგორ ვამბობთ ახლა? როდის გამოცხადდა ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად? იცით, იცით, არ მოგერიდოთ, მე ესეთი კითხვები მექნება. წელი მინდა. ხმამაღლა რა, ვერ ხედავ. 6. რასაკვირველია. და რასაკვირველიაო, ისე თქვი გეგონება იქ ვიყავი. ანუ, ნახეთ, ზოგიერთი და შუა საუკუნეების ევროპაშიც და მსოფლიოშიც ფიქრობდა, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის მტრები არიან. რელიგიური იეზუიტები და ეს ამბავი იცით ხო ალბათ ევროპაში როგორი გავრცელებული იყო. ჯერ კიდევ 400 წლის წინ ძნელად დასაჯერებელ ამბავს გეუბნებით. იმის გამო რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, ხალხს სიკვდილით სჯიდნენ. 400 წლის წინ, რომელიც კაცობრიობისთვის არაფერი არ არის. და თუ იცით თქვენ და ალბათ იცით, პირველი ფოტო დედამიწისა რამდენი ხნის არის თუ იცით? 80 წლისაც კი არ არის. 79 წლის წინ მოხდა დედამიწის, ანუ 100%-იანი იმის გარანტირებული ჩვენება ხელოვნური თანამგზავრიდან პირველი ფოტო 1957 წელს არის გადაღებული. ანუ ვეღარავინ რო ვერ იკამათებს. რო სფეროა. ახლა თუ იმაზე არ ვიკამათებთ, რომ ეს ფოტო დედამიწაზეა გაკეთებული. კამათი ყველაფერზე შეიძლება. 1700 წელი გვისრულდება წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ახლა დედამიწაზე რომ მომიძებნოთ მსგავსი სახელმწიფო, ნუ შეეცდებით. ერთადერთი ხალხი ვართ, რომელიც ისე ვცხოვრობთ, სადაც ვცხოვრობდით
5-6-7 წლის წინ. ისევ იმ ენაზე ვლაპარაკობთ და ისევ ის დამწერლობა გვაქვს. ასეთი ერი დედამიწაზე არ არსებობს. ცოცხალ ერთა შორის განსაკუთრებით. ვართ მსოფლიო ჩემპიონები. ოღონდ ეს იმის უფლებას კი არ გვაძლევს, რომ ახლა ჩვენ ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ან ვინ გვაძლევს მაგის საშუალებას, ვინ მოგცემს მაგის ბედნიერება სადა გვაქვს და ამით დაკმაყოფილებულებმა აღარაფერი ვაკეთოთ სასიკეთო. პირიქით. ეს ჩვენ იმხელა პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ აუცილებელია ამ მცირერიცხოვანმა პატარა სახელმწიფომ სოფლიოს კიდევ ერთხელ და არაერთხელ დაუმტკიცოთ, რომ ის გამონათქვამი დევიდ ლენგი, ძალიან ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი ამბობდა, რომ როდესაც ვეცნობის საქართველოს ისტორიას, ღმერთი მაშინ ვიწამე, რომ გავეცანიო, იმიტომ რომ პრაქტიკულადო არანაირი გზა და კვალი იმისა არ არსებობს, რომ ეს ერი არსებობდესო. ესე იგი ღმერთი არსებობს, რადგან თქვენ არსებობთო. იმიტომ რომ ახლა აღარ გეტყვით იმ შემოსევებზე, იმ უბედურებებზე, იმპერია არ ყოფილა დედამიწაზე, ნაწილი რო არ ყოფილიყავით. და ყველა იმპერია რას ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, თავის ცხოვრების წესზე გადაგიყვანოს. ყველაზე დამანგრეველი ეგ არის. იქ რომ მოკლავს ვიღაცას გააუპატიურებს, წაგართმევს კი არა. წესს და რიგს შეგიცვლის, თავის წესს და რიგს მოგახვევს თავზე. ამიტომ ის ვახტანგ გორგასალი იქნება გრიგოლ ხანძთელი თუ ეს ჩვენი დიდი წინაპრები, ამიტომ რომ მამულის გზაზე სულა არ შევწყვიტეთო. წინაპარმა დაგვისახა და ახლა ეს ყველაზე ჩვენი უახლესი ტრაგედიისა და გვარი გაფრწყინების ამბავიც მოგეხსენებათ. ერთი თვეა, რაც პატრიარქი გარდაიცვალა და ასე ვიწყებთ ამ დღევანდელ ჩემს მოხსენებას, რომ რას ბრძანებდა პატრიარქი ილია მეორე ქართულ ენასა და დამწერლობაზე და ასევე რო აიღოთ ახლა ნებისმიერი სხვა საგნით დაინტერესებულებმა იგივე სიტყვებით მათემატიკაზე, ბიოლოგიაზე, ქიმიაზე, სპორტზე, რა ვიცი, ადამიანი, რომელსაც აი მისი განუზომელი სიკეთისა და სიყვარულის გარდა უზარმაზარი ცოდნა ჰქონდა და კიდე ერთი რამე მინდა გითხრათ, აქ არ მოხდა, ნუ მაშინ არ გამახსენდა როგორც ჩანს. ასეთი რამე ბრძანა ჩემი ყურით მაქვს მოსმენელი, რომ მორწმუნე ადამიანი არისო, ნუ მონახთისა, ყველაზე კარგი გაგებით, მონახთისა იცით რაც არის ახლა, დამონებას არ ნიშნავს. ცოდნე ადამიანი არის მეგობარი ღვთისა. ღვთის მეგობარიო, პატრიარქმა თქვა. ამიტომ ცოდნისკენ, ახლა ჩვენ ცოდნის ტაძარში ვართ და ცოდნისკენ მოგვიწოდებდა ყოველთვის. ხო, ნახეთ, რამდენიმე ასპექტს განიხილავდა უწმინდესი, ანუ როგორც ღვთიური საჩუქარი, ქართული ენა და დამწერლობა, როგორც იოანე ზოსიმე ბრძანებს, რომ ამენით განისჯება მეორედ მოსვლისასო კაცობრიობა და როგორც ერთიანი ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. ენა მამული ენას სარწმუნოება ილიასეული, ილია პირველი სეული, მოდი ასე ვთქვათ. ილია ჭავჭავაძისეული და ილია მეორეს მიერ ეს სამება ღმერთის სამშობლო ადამიანი, ხო? ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. მეორე ვარიანტი არის ენის სიწმინდის დაცვა. წეგან ახლა მე 6 კლასში ვიყავი. ბევრსაც გაგაკრიტიკებთ რა. მე 6 კლასში ვიყავი და პროექტი ეს გავაკეთეთო ბავშვებს საუბრობდნენ და ერთ-ერთი პროექტი იყო ასეთი გამოქვაბულიდან დღევანდელ საცხოვრებლებამდე, ნუ ბურჯ ხალიფამდე დაუშვათ. მაგრამ ეს ახლა მე ესე ვთქვი ქართულად. მათ თქვეს გამოქვაბულიდან ჰუი რაღაცამდე. ან მეთქი სულ ინგლისურად ვთქვათ პროექტის სახელი. ან თვითონ ქართულად ვთქვათ მეთქი. თუმ ენის სიწმინდე არ არის მხოლოდ ის რომ ისაუბრო მშობლიურ ენაზე და დამწერლობის შესახებ. კიდევ იცით ახლა თქვენ ეს ყველაზე კარგად, უბრალოდ ყველასთან ერთად, რომ
დამწერლობის სამივე ჩვენი სახეობა ასომთავრულს რო ვეძახდით. ასომთავრული არ ქვია, იმას ქვია მრგლოვანი, ხედრული და ნუსხახუცური და ხედრული. აი ამაზე შემდეგ გადავიდეთ. პრეტენზიული სათაურია. წერი უძველესი ფორმა. პრეტენზიას ამჩნევთ. მოდი დავიწყოთ. ხშირად მომიწევს თქმა, ალბათ იცით. ალბათ იცით, რომ ქართულ მრგლოვანში, ანუ იმ დამწერლობის იმ სისტემაში უძველესში 40 ასო ნიშანი იყო. 40. შემდეგ მოგვიანებით ეს სულხან საბას მიერ გატარებული რეფორმის შედეგად 38-მდე დავიდა და დღეს იცით ილია ჭავჭავაძისა და სამოციანელების გატარებული რეფორმის მიხედვით რამდენი გვაქვს? 33. ახლა მე ესეთი ხალხი ვახსენე, რომ მე ვთქვი და შემცვა, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის. როდესაც ამას ვამბობ, ხოლმე ერთხელ ვთქვი, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იმდენად გაამარტივა და რატომ გაამარტივა, რომ ის ასონიშნები ამოიღო ალბანიდან, რომელიც ყოფა ცხოვრებაში აღარ გამოიყენებოდა. მაგრამ და იმაზე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრეთ, რომ ეს ყველაფერი გადავაგდოთ და მოვიშოროთ. არა. ეს დარჩა სტრუქტურულად, მაგრამ გამოყენებით 33 ასო ბგერა გვაქვს, იცით კარგად. ზოგმა ეს რო ვთქვი, მე ეს ყველაფერი რასაც ახლა მომბო, ზოგმა მისაყვედურო, რომ შენ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ხარ. ილია ჭავჭავაძე სხვა ამოცანები ამოძრავებდა. მაშინ სხვა მიზანი ჰქონდა, რომ წერა-კითხვა ესწავლა ყველას და რაც შეიძლება ადვილად. მეტი მიზნები არ. მაგრამ იმ რეფორმების მიხედვით დაირღვა სტრუქტურა, ანუ რიგითი მნიშვნელობა დაირღვა ასონიშნებისა და რიცხვითი მნიშვნელობა. იცით ალბათ თქვენ, ხო? რომ მოდი მეც ვიტყვი ხომ ახლა ასომთავრულს, ასომთავრულში ყველა ასონიშანს აქვს რიგითი ნომერი და რიცხვითი მნიშვნელობა. ნუ რიცხვითი მნიშვნელობა ყველას არ აქვს, 2-3 გამონაკლისი არსებობს. აი ეს არის რეფორმის შედეგად მიღებული. ახლა ეს არის მწვანეა ხო პანდედანაც. ნუ რუკაზე მწვანეა ჩემთან. აი ეს მუქი ფერის ტერიტორია სათაური არ უნდა დამეწერა რა. თუ მიხვდებოდით, მეთქი რა ტერიტორია. ქართველურ ტომთან, ანუ პროტო-ქართველთა, წინარე ქართველთა განსახლება ქრისტესშობამდე მე-3000 წლებში, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც. ანუ 5000 წლის წინ უხეშად რა ვთქვათ, ჩვენი ნათესავები, მეგობრები და შეიძლება ჩვენ რომელიმე ჩვენგანით იმათი წინა ვართ შთამომავალი, აი ამ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. ახლა ეს საიდან ვიცით? უპირველესი არის ტოპონიმიკა. მდიდარეების, ხეობების, მთების სახელები. და მხოლოდ ქართველური ენებით, ანუ ქართულ, ლაზურ, ჭანურ, სვანური, მეგრული ენებით ხდება იმ ენების გაშიფრვა მხოლოდ. მაგალითად, თქვენ ძალიან კარგად იცით, ნუ აქედან čo ყველაზე კარგად ბასკები ვიცით, ხო? აქ ცხოვრობენ სადღაც. დღესაც. ბასკეთში არის ერთი მთა, რომელსაც ქვია არჩანდა. არც ერთმა ბასკმა არ იცის რა არის არჩანდა. თქვენ მგონი ყველა ხვდებით რას ნიშნავს არჩანდა, ხო? რასაც ასეთი მთა გვაქვს ჩვენ ქართლში ზედაზენი. რომლის მიხედვითაც ზედაზნის მთის მიხედვით ადგილი საიდანაც კი ჩანს ზედაზენი, ამინდის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. ანუ ძალიან ხშირად არის ღრუბლით დაფარული. და ის მთაც დაახლოებით ამ როლს თამაშობდა, რომ სუღრუბლიანი იყო. და უამრავი ასეთი რამე. ახლა ამასთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, ნოდარ დუმბაძეს მე ბებია ილიკო და ილარიონი დარწმუნებული ვარ, წაკითხული გაქვთ, თუ არა ფილმი ნანახი შეიძლება გაქვთ, შეიძლება არა. ასე მთავრდება დაახლოებით, თუ გახსოვთ როგორ მთავრდება. ნუ ზურიკელა, ეს კარგი ზურიკელა ბიჭი, თავის შეყვარებულს უბრუნდება, სოფელს უბრუნდება, ფიქრობს რომ შექმნის ოჯახს
და ჩვენ გამრავლდებით და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებითო, ასე მთავრდება ბედნიერად. რა თქმა უნდა, ნოდარ დუმბაძე მესამბავი არ იცოდა. რომ ეს ხო ბოლო 20-30 წლის აღმოჩენები, ანუ ის ნაწარმოები გაცილებით ადრე იყო დაწერილი. რაღაცნაირი ნაწინასწარმე უკუწინასწარმეტყველება თუ როგორ არის რა. ანუ ის რაც იყო, იმაზე უწერია რომ მე ვიქნებითო. და ლექსი ხო არ იცით ვინმე მურმან ლებანიძის, რა თქმა უნდა ეცოდინებათ. ჩემო თანათელო, ჩემთან ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ნახეთ როგორი შეუსაბამებაა. ოდესმე დიდი იქნება კი არა. ან ოდესმე დიდი ყოფილა კი არა. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. არც მურმანმა არ იცოდა ამ აღმოჩენების შესახებ. ეს ცოტა ლიტერატურიდან. ახლა უცხოურ ენციკლოპედიებში და გამოცემებში ქართული დამწერლობის შესახებ. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ესე იგი, მგლოვანი, ნუსხური, მხედრული, ვიცით. მგლოვანი ეწოდა ასომთავრული სადღაც მე-16 საუკუნეში და ხვდებით ალბათ ასომთავრული რატომაც, იმიტომ რომ წიგნების წერის გაფორმებისას მგლოვანს წერდნენ პირველ ასოთ, თან ლამაზად ფერადად და მერე წერდნენ დანარჩენ ტექსტებს და ასომთავრული, ამიტომ დაერქვა. ახლა მე თქვენ ამ სრულ ტექსტებს და მონაცემებს, რა თქმა უნდა, არც საგიკითხავთ, როგორც ვიმეორებ, ეს გექნება და ვინც დაინტერესებით ამით, შეგიძლიათ უფრო ადვილად სახლშიც ნახოთ და ან კლასში და ხო, საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი ყველაზე დიდი ენციკლოპედია ბრიტანიკა აღწერს, რომ ქართული დამწერლობის ეს ტიპები, რაც ჩვენ ვიცით, ამას აღიარებს, არსებობს აღმოჩენები, რომელსაც ეყრდნობა ეს ენციკლოპედია ბრიტანიკა და ამბობს, რომ ერთ-ერთი მასე დაყრდნობით, რომელზედაც ჩვენ მე ცალკე ვილაპარაკებთ ბირელკუტის უდაბნოში აღმოჩენილი პეტრე იბერის წარწერაზე და არისო მე-5 საუკუნის, ანუ ენციკლოპედია ბრიტანიკა წერს, რომ ქართული დამწერლობა არის მე-5 საუკუნის. იგივეს იმეორებენ დაახლოებით გერმანულ ვიკიპედიაში. განსხვავებები რა არის, რომ ზოგი ამბობს, რომელი დამწერლობის მიმსგავსებული მოხაზულობა აქვს, ერთი ამბობენ, რომ ეს ფინიკიურია, მეორენი სირიული, ასირიული და ასე შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით. ფრანგული ვიკიპედიაც დაახლოებით ამ უძველეს ფორმებზე საუბრობს, როგორც მე-5 საუკუნეს არ ცდება ქვემოთ არც ერთი ეს დიდი გამოცემა. შემდეგი არის, რუსული ვიკიპედია, რა თქმა უნდა, გაიმეორებდა ამ ყველაფერს. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ეს ახლა ყველა ბიბლიოთეკაში დღესაც კი არის, თბილისშიც კი. ფრანგული ენციკლოპედიები ძალიან დიდი პატივით მოიხსენიებენ ჩვენს დამწერლობებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე-5 ნახეთ, როგორც ბოლოში არის აღწერილი, მე-5 საუკუნით ათარიღებენ ძირითადად ამ ჩვენს დამწერლობას და ვერც გაამტყუნებთ და რატო ვერ გაამტყუნებთ, ახლა ამისი მაგალითები გვექნება. კორიუნისა და მოვსეს ხორინაცის ამბავი ეს საყოველთაოდ გავრცელებული მითი, რომ კორიუნი ერთ-ერთი მოწაფე, ერთ-ერთი სომეხი ისტორიკოსია კორიუნი და მოვსეს ხორინაცი, ამბობენ, რომ ვინმე მესროპ მაშტოცმა, მთელი ამბავია მოყოლილი, სომხური ანბანი როგორ შექმნა და სულ ბოლოში ერთი წინადადება წერია, დამან შექმნა ქართული დამწერლობაც. მეტი არაფერი არ წერია და იქიდან მოყოლებული, რატომღაც სახელმძღვანელოებშიც იყო შესული, ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში, რომ ქართული დამწერლობის ანბანის ავტორი იყო ვინმე მაშტოცი, მესროპ მაშტოცი. თუმცა ამ კორიუს მაშტოცის ისტორიაში უწერია, რომ მესროპმა ქართული არ იცოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ენა არ იცოდეთ და დამწერლობა შეუქმნათ. ვიცით ახლა ჩვენ ქართული ენა, ხო, ასე თუ ისე, ხო, ვიცით. აბა ცადეთ და ერთი განსხვავებული დამწერლობა შექმნათ. არა, შეგიძლიათ შექმნათ, მაგრამ მარტო თქვენ გეცოდინებათ. მოცეკვავე კაცუნების ამბავი, ხო იცით, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა.
ნუ ეს გერმანელი მეცნიერია ფრიდრიხ მიულერი, რომელიც ფაქტობრივად სომხურსა და ქართულს აიგივებს და ხო, აი ახლა ქართულ გამოცემებში ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაც თითქმის იგივეს იმეორებს, რომ მე-5 საუკუნისაა ენციკლოპედია საქართველოს უკვე ეს გამოვიდა ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში, შეიძლება გაქვთ 11 ტომია თუ არ ვცდები, არ მახსოვს ზუსტად. ლეონტი მროველის შესახებ ალბათ უფროს კლასელებს რაღაც გარკვეული წარმოდგენა გაქვთ. ეს არის მისი სურათი არ გვაქვს და ინტელექტმა შექმნა ხელოვნურმა გამოვიყენეთ ტექნოლოგიები. ნუ დაახლოებით ასეთი უნდა ყოფილიყო. მისგან ვიცით ჩვენ ფარნავაზის შესახებ. ამბავი ფარნავაზისა. ასეთი ერთ-ერთი ნაწილი აქვს ლეონტი მროველს და იქ მას უწევრი, ახლა ის ტექსტი თქვენ ალბათ ზეპირათაც იცით? ხო? პირველი მეფე ქართლსაშინა ქართლს ისა ნათესავთაგანი და ასე შემდეგ და მან შექმნა თვეგენობრობა ქართული. ნუ აქედან გამომდინარე საზოგადოებისა და მეცნიერების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს უკვე შესაძლებელია ეს დამწერლობა იყოს შექმნილი ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში მაინც. ნუ დიმიტრი ბაქრაძე ცნობილი ქართველი მეცნიერი, პირველი პროფესიონალი ისტორიკოსი, მოდი ასე ვთქვათ. აქ თარიღს არ გვაძლევს, მაგრამ ამბობს, რომ ფონეტიკურად და რიგითობის მიხედვით ბერძნულის მსგავსია, ანუ ბერძნულიდან გვაქვს გადაღებული. ნუ ივანე ჯავახიშვილი, ნუ ეს მოგეხსენებათ თქვენ პირველი ესეთი ყველაზე დიდი ქართველი ისტორიკოსი, მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ბიჭებო არ უწერია საიდან გაუჩნდა ეს მოსაზრება, იმიტომ რომ აღმოჩენები მაშინ გაკეთებული ჯერ კიდევ არ იყო, ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოა, მისი სტუდენტობის პერიოდი, რომ ჩემი ვარაუდით და ფიქრით, ქართული დამწერლობა არ უნდა იყოს შექმნილი ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნე, მე-7-ზე ადრე, გვიან მაინცო. რა აძლევდა ამის თქმის საშუალებას, ის არსად არ უწერია. რაღაცა ასეთი ვარაუდი გამოთქვა და მოგეხსენებათ ახლა ივანე ჯავახიშვილის ზღვა წლიდან მნიშვნელობა, სხვათა შორის შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, ანუ 23 აპრილს, ძველი სტილით, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა და 150 წელი უსრულდება ჩვენს ივანე ჯავახიშვილს, ისევე როგორც წიგნს იაკობ გოგებაშვილისას დედაენას. იაკობი და დედაენა და ივანე ჯავახიშვილი ერთდროულად დაიბადნენ საქართველოსთვის. ნუ ივანე ჯავახიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, ეს გაცილებით ადრინდელი უნდა იყოსო, ვიდრე გაბატონებული ვერსიაო. ნუ სხვა ქართველი მეცნიერებიც, ესე იგი ზოგი ისევ ვიმეორებ, ბერძნულიდან გამომდინარეს ასახელებს, ზოგი ამბობს, რომ ეს ფინიკიურიდან არის, ზოგი ამბობს, რომ ორივედან და ასე შემდეგ. ექვთიმე თაყაიშვილი, პავლე ინგოროყვა ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ქართული მეცნიერება რატომღაც მეზღაპრე თვლიდა და არაფერს არ უჯერებდნენ, მაგრამ ისეთი აღმოჩენები აქვს მე გაკეთებული, რომ პირდაპირ აკადემიკოსად აირჩიეს ყოველგვარი დისერტაციების გარეშე. ნუ რამას პატარიძე ეს უკვე ფაქტობრივად, მოდი ასე ვიტყვი, ჩვენი თანამედროვე ყოველ შემთხვევაში მე მოვესწარ იმას და მისაუბრია კიდეც, მან დაიწყო უკვე საუბარი იმაზე, რომ ეს მარტო დამწერლობა არ არის და რომ ეს არის კალენდარი. ანუ იქმნება ასონიშნები და იმ რიგითობით, იმიტომ ეწყობა, რომ ასტრონომიასთან არის ეს დაკავშირებული და ძალიან მარტივი ერთი სიტყვა, ყველაზე მარტივი სიტყვა, ძალიან რთული გასაგებია. მისი პირველი წიგნი რო წავიკითხე, 2 გვერდზე მეტი ვერ წავიკითხე. მგონი წელიწადი მოვანდობე 200 გვერდის საკითხვას. იმდენად ემოციურად იყო რთული აღსაქმელი უფრო. სიტყვა მზე რო დაიბადა, რაღაცა ის რო ამოდის და ჩადის, ხო იცით? მზე რატო დაერქვა? რატომ არ ქვია ჩ? ან ბ? და
და როგორ ხსნიან რომ მ არის მე-40 ესა 40 ნიშნულობის არის მაშინ ასომთავროში z არის 7 ანუ მ z არის 47 ჯამში და საქართველოს მდებარეობა ჩვენი 42 განეცე ვართ დაახლოებით მზის გადახრის კუთხე არის 47 ამ პროფესორით ახლა ცოტა მეტია დედამიწაც ხო ზუსტად აღარ მოძრაობს იმ იმაზე და ამით დაადგინა რომ როდის შეიძლებოდა შექმნილიყო ეს სიტყვა და ასეთი სიტყვა არის დაახლოებით 1500-მდე უკვე მოძებნილი რომ ღმერთი სიტყვა თავისი ესე რიცხობრივი მნიშვნელობა ღორონთი და ყველა ქართველურ ენაზე ღმერთის შესატყვისი სხვადასხვა ბგერებია და ჯამს იძლევა ერთს ანუ ხელოვნურად ცუდი სიტყვაა ხელოვნურად იქმნებოდა ასეთი საკრალური სიტყვები და წარწერები აი ეს ჩვენი ყველაზე ცნობილი წარწერა ბოლნისის სიონისა რომელიც მე ძალიან მიხარია რომ ვისწავლე თავის დროზე და ის წარწერა ზეპირად მახსოვს მოსწავლეობის დროიდან რომ სამშენებლო წარწერა ბოლნისის სიონისა შეწევნითა წმიდისა სამებისაითა პეროზ მეფისა 15-ზე დავიწყებ შენება დავით ეპისკოპოსმა 15 წლის მერე დავასრულებდა მერე ლოცვა ყველას გაგიმარჯვოთ ვინც ილოცებთო და ვინც მე მომიხსენიებსო და ამაზე მინდა შევჩერდი ახლა ცოტა ხანს 1999 წელს ნუგზარ შატაიძე ალბათ გაგიგიათ და პროგრამაშიც არის მე მგონი ნუგზარ შატაიძის წერილი გახსენე პეროზი ნათესავი ქართველ მეფეთა ეს 1999 წელია ხალხო და აი რას წერს ბატონი ნუგზარი იქნებ დროა ხმა ამოვიღოთ გულუბრყვილობის ფარი რომელსაც ზედ აწერია რაჩების საქმეა გვერდზე გადავდოთ სათქმელი ვთქვათ თორემ ხომ გახსოვთ ნუ ლექსია მე კამეჩი წერს და იცოხნის თავი სამინდი გონია ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი გონიაო და ახლა კიდე უნდა ვთქვა მე გამოვეხმაურე ამ წერილს და სათაურით ლაფში ჩაფლული ურემი იგივე გაზეთში ჩემი მოსაზრებები უთხარი რომ ჩვენ ხო ესე გვაქვს ნასწავლი მეთქი და რატომ გაუჩნდა ბატონ ნუგზარ შატაიძეს ეს მოსაზრება ერთმა თქვენ ხელა ერთ-ერთმა შვილმა მისმა როგორც თვითონ წერს ამ გაზეთში სკოლაში რომ მიყავდა ასეთი შეკითხვა დაუსვა თურმე მამას მამა ნუგზარ რატომ არის უძველეს ქართულ ტაძარზე მოხსენიებული მტრის პეროზის სახელი დაუმუნჯდი ვერ უპასუხე ვერაფერია ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ ამბავს გადავიდეთ ახლა დავანებოთ ნუგზარს და ბოლნისს და კედელზე ახლა თქვენ უამრავი წარწერებს ვაკეთებთ ახლა დღესაც ჩვენ კედლებზე ხო უცენზუროსაც და ცენზურიანსაც ნებისმიერ კედელზე ახლა რო გაიაროთ ქალაქში და სიტყვა კვარა წაიკითხოთ დარწმუნებული ვარ თქვენ მეზობელზე არ იფიქრებთ ვიზე იფიქრებთ ეჭვიც არ მეპარება იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული კვარა ახლა მსოფლიოში არის ხვიშა კვარაცხელი ამიტომ ამის წამკითხველებმა და თანაც წამკითხველები როგორი იყო გიორგი ჩუბინაშვილი ქართული არქიტექტურის მამამთავარი და აკაკი შანიძე უფრო იცით ქართული გრამატიკის მამა ხო მათ წაიკითხეს და გაშიფრეს ეს ამიტომ პირველივე და მისი გამთხრელი უშუალოდ გამთხრელი ლევან ხო ახალგაზრდა არქეოლოგმა ის წინააღმდეგი იყო ამ წაკითხვისა თურმე მე მოგონებებში წერდა მაგრამ აკაკი შანიძესა და გიორგი ჩუბინაშვილის ავტორიტეტს ვერ გადაუდგნენ იმდენად დიდი იყო მათი ავტორიტეტი მაგრამ რა აღმოჩნდა ახლა რომ და დღევანდელი მუზეუმი ეს თქვა რომელიც თქვენ შეიძლება ნანახი გაქვთ ბოლნისის სიონში ალბათ დამყოფიხართ ეს იქ რომ ქვადებს ტაძარში ის არის ასლი
ნამდვილი ქვა დევს მუზეუმში. რომ არ გაფუჭდეს საბოლოოდ. ისე ასლი გადაიღეს, ქვა ზუსტად ისეთივეა და ამბობენ რომ დღესაც მისი შემნახველები, განძის მცველები რომ ძალიან რთულად იკითხება ტექსტიო. ანუ ესე ზუსტად და დაბეჯითებით რომ იქ პეროზე მეფე იყო ნახსენები, ძნელი წასაკითხია, მით უმეტეს წინააღმდეგი იყო თვითონ არქეოლოგი. და რა აღმოჩნდა? ეს მეორე წარწერა დიდად არაფერს ცვლის, რომ თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი. აი ეს კაცი. არა, ვერავანთე რა, ეს რომელიც მინდოდა. აი ეს კაცი თუ იცით ვინ არის? ვარსკენ პიტიახში. ვარსკენ პიტიახში. პირველი, ანუ ნახეთ, პაპის მამა. ვარსკენისა, ფეროზე. იმ ტერიტორიის პიტიახში იყო, ნახეთ რამდენი მიდიოდა, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით პიტიახშობა. იმის და სახელად ფეროზე. და ეს ფეროზი მოხსენიებული არის პირდაპირ, ნახეთ, ქართლის ცხოვრება იცით. ხო? ეს კრებულია და ავტორი არ აყავს, რამდენიმე ავტორი ყავს. არსებობს მოქცევაი ქართლისა ის მატიანე, რომელიც და წმინდა ნინოს ცხოვრება მაგ პერიოდში. და არსებობს კიდე მატიანე ქართლისა. ასეთი ისტორიული წყარო, ავტორი არ ვიცით, იქ არის მოხსენიებული თურმე ეს ფეროზ ნათესავი მეფეთა. და ეს ფეროზი ვინ არის? აბა ნახეთ რომელი წლებია. ეს არის მირიანის ჩვენი განმანათლებელი მირიანი მესამეს სიძე. ასულის მეუღლე, რომელიც პიტიახში არის იმ ტერიტორიაზე, ანუ ბოლნისის კიდე სამხრეთით, ირანთან უშუალოდ შეხებაში და არ მიიღო ქრისტიანობა. ანუ იმ 326 წელს, ჩვენთვის ცნობილ, არ მიიღო ქრისტიანობა, რის გამოც მირიანმა, ეს მატიანე ქართლისა ეს შეწერია. დასაჯა, და ახლა მაგრამ 7 შვილების მამა იყო და გადმოიყვანა ცოტა სიღრმეში, ანუ დააშორა ირანელების გავლენას და ამ ტერიტორიაზე დაასახლა და გამგებულოთ მისცა, სადაც ბოლნისია. და მან იმის მერე რაც ქრისტიანობა მიიღო, შესანდობრად ააშენა ბოლნისის სიონი. მსგავსი ისტორია აქვს მცხეთის ჯვრის მონასტერს რო იცოდეთ. ეგეც სტეფანოზმა ააშენა იმის მოსაბოდიშებლად, რომ პირველ თავიდანვე ქრისტიანი არ გახდა. ხო, ახლა რაც შეეხება სხვა წარწერებს, ქართულ ასომთავრულ წარწერებს. ეს არის იერუსალიმში აღმოჩენილი წარწერა, რომელიც რამდენიმე რამით არის საინტერესო. პირველად არის მოხსენიებული სიტყვა ქართველი. ჩვენ სახელმძღვანელოებში გვიწერია, რომ სიტყვა ქართველი და საქართველო, სადღაც მე-11 საუკუნეშია მოგონილი. როგორც აღმოჩნდა, ასე არის. საერთოდ კიდევ ვიმეორებ, ეს ჰუმანიტარული მეცნიერებები ძირითადად აღმოჩენებზეა დამოკიდებული. ვერც კი წარმოგიდგენიათ, მაგალითად, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ცურტაველის შუშანიკის წამება დაუშვათ ვიღაცამ დავით გურამიშვილმა არ იცოდა. არ იცოდა, იმიტომ რომ ნაპოვნი არ ჰქონდა. ხუთნელი წარმოსადგენია. აი ქართველი არის, ნახე წარწერა. ესე არის სამარხი ივანე ფურტაველი ეპისკოპოსისა ქართველისა. იერუსალიმში არის დაკრძალული და აი ეს წარწერა და ამბობდნენ რომ ეს არის უძველესი. ანუ ბოლნისის სიონზე ძველი. შემდეგ აღმოჩნდა, აი წეგან რომ ვახსენეთ, პალესტინაში პეტრე იბერი, მე მგონი ყველას გვახსოვს, ხო, ესეთი, ერთ-ერთი ქრისტიანობის ვარსკვლავი ერთ-ერთი, დიდი მოაზროვნე ფილოსოფოსი, მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში და ესეთი მოზაიკური წარწერა არის იერუსალიმში აღმოჩენილი, იტალიელი არქეოლოგის მიერ აღმოჩენილია სხვათა შორის და არის ქრისტე შეიწყალი პეტრე იბერი და ასე შემდეგ ეს ტექსტი გვაქვს მოტანილი და ესეც უფრო ძველი თარიღით დათარიღებული. ეს უკვე 80-იან წლებში არის აღმოჩენილი,
დავათი არის სოფელი ასეთი, რომელ რაიონში არის აქ სადღაც დუშეთის რაიონში, სადაც ესეთი სტელა აღმოჩნდა, ანუ ქვის სტელა ვიცით ხო, ესეთი ბრტყელი ქვის ესეთი ფეხზე დამდგარი ქვის ქანდაკებასავით, სადაც არის ორი მთავარანგელოზი და აი აქ ახლა ცუდად ჩანს, მაგრამ მე ნახატში ნახავთ, ქართული ანბანი არის ამოკვეთილი. ოღონდ რამე ტექსტი კი არა, მარტო ანბანი. ნუ ეს სხვადასხვა და ქვემოთ არის ამის ქვემოთ ორი მეფის გამოსახულება, ნუ სავარაუდოდ როგორც ფიქრობენ, ახლა მე გაშიფრული არის იქ რა ტექსტი შეიძლება იყოს და აღმოჩნდა რომ იმასოების მიხედვით, მე როცა გაგითხარით მნიშვნელობებით, ძველი წელთაღრიცის 280 წელი არის ნახსენები. ანუ ფარნავაზის მეფობის პერიოდი. და ეს არის თვითონ მე-4 საუკუნის თუ არ ვცდები მე-4 საუკუნეში შექმნილი. ხო, აი ეს ტექსტი ქართული ანბანი აღმოჩენილი და ნუ აი აქ უფრო გარკვევით ჩანს ეს უკვე ნახატი არის დავათის სტელისა ქართული ასომთავრული არის ეჭვს გარეშე. და ბოლოს ნეკრესი არის კახეთში, კახეთის აღმოსავლეთში, სადაც ნახეთ რა ხდება. გაითხარა, ნუ ანტიკურ ხანას რო ვეძახით, წარმართული ხანის ტაძარი. ანუ წარმართული ხანის რას ნიშნავს? მე-4 საუკუნემდელი ტაძარი, სადაც აღმოჩნდა წარწერიანი, ასომთავრული წარწერიანი ქვები, ოღონდ როგორც წარწერები კი არა, როგორც ქვები. ანუ ზოგი თავდაყირა დადებული, ზოგი სიღრმეში რო არ ჩანდა, რო დაინგრა, მე აღმოჩნდა. ანუ რას ნიშნავს, რომ იმ წარმართულ ტაძარშიც კი ქრისტიანობამდელში ეს ქვები მეორადად იყო მოტანილი საიდანღაც. ან იქვე არსებული ტაძრიდან და ისევ წარმართულიდან. ცეცხლაყვანისმცემლები იცით ხო ეს? აქვეა ახურამაზდა. ხო. და ნახეთ და ტაძრებს მოგეხსენება თქვენ და ეკლესიებს ყოველ წელიწადს არ აშენებენ. ერთ ადგილას მით უმეტეს ძალიან დიდხანს ძლებს ეს ტაძარი და რომ ვიღაცა წარმართ მეფეს აღმოსავლეთისას მოუნდა რომ განიახლებინა ისევ წარმართული ტაძარი. და ის ძველი ქვები გამოიყენა ქვებად. ხო. ეს თარიღდება პირველი მესამე საუკუნეებით. ეს ტაძარი. ხო, აი აქ ამ ქვაზე უფრო გარკვევით რომ იყოს ნურავი შეეხება მას, ნურავი არევს, ნუ დაახლოებით ეს ძველ ქართულად არის ეს წარწერა. ნუ ეს დაახლოებით არის 15 წლის წინანდელი დასავლეთ საქართველოში ვინც წასულხართ მანქანით, თვითმფრინავით და მატარებლიდან ეს არ ჩანს. არის ასეთი გრაკლიანი გორა კასპთან ახლოს, სადაც დაახლოებით 15 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს, გაითხარა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი და ერთ-ერთ ფენაში, აი ამ ფენაში აღმოჩნდა ასეთი თიხაზე გამოკვეთილი ნიშნები, რომელიც თავიდან ყველა მიფიქრა და არც არის გასაკვირი, ეს იყო ორნამენტი. შემდეგ აღმოჩნდა მსგავსება ასომთავრულთან და ამბობენ რომ არის დამწერლობა და რაც შეეხება ორმა დამოუკიდებელმა ამერიკაში დამოუკიდებელმა ქიმიურმა ლაბორატორიამ თიხის ასაკი დაადგინა და არის ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო და მე-10 საუკუნის დასაწყისი. აი ეს ამბავი. თქვენ იცით რომ ახლა შრალ თიხაზე ამის გაკეთება სხვა სველ თიხაზე კეთდებოდა, გახსოვთ ხო იქ შუმერებშიც და ნურსმულ დამწერლობაც და ისიც. სანამ სველი თიხა იყო, მანამდე წერდნენ და მერე აშრობდნენ. ეს არის აგერ გრაკლიანის გორა 70 კილომეტრია მე მგონი და ეს არის სულ ბოლო ამბავი რო არ დაგიმალოთ მეც ახლა აღმოვაჩინე ამ მუშაობაზე 1921 წელს აღმოჩენილი დმანისში თიხის ფირფიტა არის ნამტვრევი არის თიხის ფირფიტისა რომელზედაც ახლა რომელსაც წაკითხვაც რა თქმა უნდა შეუძლებელია ჯერჯერობით ტექსტი ამოკითხული არ არის მაგრამ
ასო ნიშნები ყველაზე მეტად არის ასომთავრულთან კავშირში. სულ რაღაც აი 5 წლის წინანდელი ამბავია. რომ იუნესკო იცით თქვენ რაც არის ხო საერთაშორისო ორგანიზაცია ხელოვნებისა და კულტურის ნახეთ სათაური არის საინტერესო ქართული ანბანის ცოცხალი კულტურა დაარქვა იუნესკომ ჩვენ კი არ დაგვირქმევია ცოცხალი კულტურა ანუ ხალხი დამწერლობა ენა არსებობს და არის ცოცხალი ლათინურიც არსებობს ლათინები არ არიან ძველბერძნული არსებობს ძველბერძნები არ არიან ეგვიპტელები და ასე შემდეგ შუმერები და ერთადერთი აი ქართული ანბანის ცოცხალი კულტურა აღიარა კაცობრიობის მემკვიდრეობად რომ ამას მარტო ქართველი კი არ მოუფრთხილდებოდეს მთელი მსოფლიო უნდა უფრთხილდებოდეს ამ ამბავს ნუ ხორბლისა და ღვინის ამბავი იცით უკვე ღვინოზე აღარავინ კამათობს დედამიწაზე საფრანგეთშიც კი ღვინის მუზეუმი ქართული ექსპოზიციით იხსნება ფრანგი რომ მაგას გააკეთებს ხო წარმოგიდგენია რამდენად დარწმუნებული უნდა იყოს და დაჯერებული ამაში ირების ლოგოა ეს უკვე ეგ უკვე სხვა ამბავი რაც შეეხება ეს არის ჩვენი პროექტის აი ეს არა აი დაახლოებით